მამაო რა აზრის ხართ, როდესაც მანდილოსნები შარლებით იმოსებიან? შარლებით რა, ყველას ყოლ გეჩხუბებით რა ვქნა. მე ესე მგონია რომ შინაარსი ქმნის ფორმას და თუ ადამიანი სწორასულიერი ცხოვრებით იცხოვრებს, ფორმები დაიხოცება იმისიდან. მე მოწინააღმდეგე ვარ, საერთოდ ეხლა ვულგარული ჩაცვა არ ვარ და შარვალი ცოტა ატარებს ამ ვულგარულობის მომენტს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე არ ვარ მომხრე გარეგან ფორმებზე გამოდევნების. ანუ ხო ტაძარში გასაგებია რომ ადამიანი ახსარება აქვს ეზიარა წილვას ესრება, ნუ შემოსულნა იყოს ჩვეულებრივად, როგორც წესი. რაც შეეხება საერთოდ ჩაცმის ფორმას, მე მაინც ვფიქრობ რომ ჩვენ უნდა ეკლესიამ მოუწოდოთ სწორასულიერი ცხოვრებისკენ, არსობრივად რა არის სულიერი ცხოვრება და ის მერე ანტიქრისტესაც იცნობს, ვინ არის და არასოდეს არ დადგება მის მხარეს. ქრისტეს დაინახავს და ამიტომ ის ყოველთვის მისკენ ივლის და გარეგნულ ფორმებსაც შესაბამისად მოაწესრიგებს, სული ქმნის ფორმებს. აქ ესე შემახსენეს რომ მაგრამ ეს იმ შემთხვევაში ჩვენი ახლობლები არიან, რომლებიც ძალიან ხარმად ერკვევიან იეჰოვას მოწმეთა სექტაში. მე ვიცი რომ აქ საკმაოდ ბევრი არიან და ესენი არიან ძალიან რაფინირებული აპოლოგეტები მართლმადიდებლობისა იეჰოვალთა მოწმეთა წინააღმდეგ. თუ ამის სურვილი ექნება ოდესმე ვინმეს თქვა იგივე თუნდაც ამ სასწავლებელს შეიძლება მათ რაფინირებული რატო? რას მისხობ რა? არ ჩხუბობენ, არ ყვირიან, თავში კომბას არ უტყავენ და ასე შემდეგ. ხო, ესე იგი არაფერი. ესე იგი ჩვენ ვიცით ასევე ხისტი მოქმედება იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ როგორი იყო კალავიშვილის მიერ და ამით ისინი უფრო გააძლიერა იმ პერიოდში მან და მთელი ესე იგი ევროპა მაგათ ხარეზე დადგა და ასე შემდეგ. ანუ რაფინირებული იმიტომ თქვი რომ ისინი არგუმენტირებულად, შვიდად, წყნარად და რაც თავია სიყვარულით დაუსაბუთებენ ყველა ადამიანს თუ რაში მდგომარეობს იეჰოვალთა მოწმეთა სექტის მცდარობა. ასე რომ თუ ამის სურვილი ექნება, რა თქმა უნდა, გორში როგორც გაგვიგია, ბევრი არიანო. ლოცვაზე სახარების მოსმენა მიჭირს, რატომ? ხშირად ფათაშორის, ორი მიზეზი შეიძლება, ზოგადად უყურადღებობა. მეორე, ძველი ქართულის არ ცოდნა, ამიტომ სახში არ კითხულობს ადამიანი წმინდა წერილს ქართულად და მე ვიტყვით რომ წმინდა წერილი აუცილებლად ძველ ქართულად უნდა იკითხოთ, იმიტომ რომ გიორგი მთაწმიდელის მიერ ნათარგმნის სახარება თავის სულის კვეთებით არის ორიგინალი. იმიტომ ის რა სულმაც გამოძერწა ძველ ბერძნულ კოინე დიალექტზე ღვთის სიტყვა მოციქულების მიერ, იგივე სულმა გამოძერწა ამ ძველ ქართულად გიორგი მთაწმიდელის მიერ, იმიტომ რომ გიორგი მთაწმიდელი სწორედ ათონელი მამაა და ის სულის კვეთება ქონდა. ამიტომ თუ გინახავთ სახარება სულით გაიგოთ, ამიტომ გიორგი მთაწმიდელის რედაქციით უნდა იკითხოთ სახარებად სამოციქულოს. რასაც ვერ გაიგებთ აზრობრივად, შეიძლება ახალ ქართულში ჩაიხედო. ანუ ძველი ქართულის არ ცოდნა და არის მესამე მიზეზი სამწუხაროდ ეს უკვე ჩვენა ვართ, ჩვენი ბრალეულობა, მღვდლების ან დიაყონებისა, როცა ისევ კითხულობთ, რომ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ სხვა უნდა გაიგოს. ან ისეთი ზედმეტი მელოდიურობა, ან ისეთი ტონალობა, ან ტემბრია, ან ისეთი დამღლელი პაუზებია და ანუ და მესამ კიდევ ერთი არა აქცენტირებები არ ხდება, არ არის აქცენტირებული ტექსტი კითხვისას. ამიტომ ეს მიზეზები არის, რომ ადამიანი სახარებას ვერ იგებს, მაგრამ სახარების გაგება ეკლესიაში აუცილებელია, იმიტომ რომ ეკლესიაში მსახურების დროს აღქმული სახარება ძალიან დიდ მადლმოსილებას ატარებს და შეიძლება ისეთი რამე გაიგო გარკვეული ფრაზით სახარებისა, რომელიც ზეპირათაც კი იცი, მაგრამ არ გახსნია და უცებ გაიხსნება მისი სიღრმე და შეთვის სინათლესავით იქნება. ამიტომ ეს არის მიზეზები. ცხოვრების საზრისის გარკვევა მიჭირს, ვერ ვიგებ რატომ ცხოვრობ, იქნებ მირჩიოთ რამე. კაცო, აბა ამდე ხან ვილაპარაკე ცხოვრების საზრისი. ეს ისევ აიდი ბარათებსი, ამიტომ ცხოვრების საზრისი არის ის, რაც უკავშირდება მარადისობას. მე წეგან გითხარით, რომ ადამიანს აქვს, აი ადამიანმა ჩახედოს თავის თავს, დაინახავს ზნეობრივ შკალას, დაინახავს პიროვნულ თავისუფლებას
დაინახავს შეზღუდულ ბუნებით თავისუფლება, შეზღუდულს, იმიტომ რომ ცხოველობისაკენ არის მიდრეკილი და დაინახავს მარადისობას. მარადისობას როგორ დაინახავს ადამიანი თავის თავში? აი მაგალითად, ეხლა მე არ ვამბობ, ეს არის დასტური, რასაც მე გეტყვით, მაგრამ ჩემთვის ესეა. ჩვენ ეხლა გაჩერებულები ვართ, თუ მოძრაობთ? აბასად მოძრაობთ. შინაგანად არ გეუბნებით კაცო, ეხლა ფილოსოფიაში მე რა ვარ. აი ფიზიკურად მოძრაობთ? არა. სწორია. მაგრამ არ მოძრაობთ რის მიმართ? დედამიწის მიმართ არ მოძრაობთ. და მზის მიმართ? მოძრაობთ. ესე იგი, ჩემ მოძრაობას ვაფიქსირებ მაშინ, როდესაც მაქვს ათვლის წერტილი, ხო? სწორია? რატო გძნობს ადამიანი დროში მოძრაობას? ანუ დრო რო იცვლება. იმიტომ რომ მას აქვს ათვლის წერტილი. მე ესე მგონი ადამიანი ბრწყილი დროს გძნობს. ცხოველი დროს რატო ვერ გძნობს, ხო? ადამიანი გძნობს, იმიტომ რომ ადამიანი თავის თავში ატარებს ათვლის წერტილს. ჩვენ ხო ვიცით დრო როგორი ფარდობითი მოვლენა, აი ხანდახან ხო გიზნა დრო რა სწრაფად გადის, ხო? დრო რა ნელა გადის. ახალგაზრდობაში სხვანაირად გადის, ბავშვობაში სხვანაირად, შუახნის ასაკში სხვანაირად, სიბერეში სხვანაირად. ანუ რაღაც ისეთი ფენომენია, დრო ძალიან უცნაური. სუბიექტური განცდა ადამიანის დროის მიმართ, იმიტომ რომ ათვლის წერტილი აქვს შიგნით ადამიანს, რომელიც რაღაც რეგულაციებს განიცდის ამ შემთხვევაში და მოკლედ ადამიანი დროის დინარებას გზნობს, იმიტომ რომ აქვს ათვლის წერტილი და ეს ათვლის წერტილი არის მარადისობა. მე ესე მგონი ადამიანს მარადისობა რო არ ქონდეს თავის თავში დროის გასვლას ის ვერ იგზნობდა. და აქედან გამომდინარე, რადგან მე მაქვს ეს ზნეობრივი შკალა და რადგან თავისუფლება პიროვნული და ეს ბუნებითი შეზღუდული თავისუფლება და პლუს მაგ მარადისობა, ესე იგი ცხოვრების საზრისი შეიძლება მხოლოდ ის იყოს, რაც მარადისობას უკავშირდება. რაც მარადისობას არ უკავშირდება, ეს ცხოვრების საზრისი ვერ იქნება. იმიტომ რომ ის დროებითი მოვლენაა და ყველაფერი დამთავრდება. ის რაც მიწას უკავშირდება, ვერ იქნება ცხოვრების საზრისი, რომ მიწა საბოლოოდ მზესთან ერთად ჩაქრება და განადგურდება. თუ ესე უსასრულოდ იცხოვრო. ამიტომ როცა კითხვა ჩდება, რომ რა არის ჩემი ცხოვრების მიზანი, ის რაც მარადიულია. და მე რაკედა შემდეგი ნაბიჯი, რა არის მარადიული? მარადიული არის მხოლოდ ღმერთი. და ჩემი მასთან მარადიული ურთიერთობა. და ასე შემდეგ და ასე მიხვალ ქრისტემდე. თქვენი აზრი გამოთქვათ მოუნათლავი ადამიანის ცხონებასთან დაკავშირებით, თუნდაც მაგალითად ავიღოთ ვაჟა-ფშაველას ალუ და ქეთელაური, ანუ კაცობის რჯული. როდესაც საუბარია ვინმეს წარწყმედაზე, მე ძალიან მიჭირს საუბარი, იმიტომ რომ მე წერან ვთქვი, რომ წარწყმედას, ანუ ჯოჯოხეთს, თითოეული ჩვენთაგანი ვატარებთ თავის თავში. იმიტომ რომ ადამიანი მიდრეკილია აი სიბინძურისკენ, რასაც ღორი ქვია. ანუ ცხოველობა ქვია და ასე შემდეგ. ეხლა მე აღარ განმორცობ ადამიანის სულში რა ხდება. ადამიანის სულში ხდება რაღაც უბედურებები, ეს არის პატივის სიყვარული, ეს არის რისხანება, ეს არის ანგარება, ეს არის შური, ეს არის სიყვარულობა, ეს არის მომხვეჭველობა, ეს არის ბედნიერების ზიება სიამოვნებაში, ეს არის არაწმინდა გულისხმები, ეს ბობოქრობს ჩვენში, როგორც გველის წიწილები და თუ ადამიანი ამას კონტროლს არ უწევს, მე ის ამოდის და 1000 მიზურეს ჩადის. შემდეგი კითხვა. აბრაამი ცხონდა თავის დროზე? ეხლა კი, მაგრამ თავის დროზე თუ ცხონდა? ანუ 64-ში წავიდა აბრაამი. ისაია, რომელიც ითვლება მეხუთე მოციქულად, მეხუთე მახარებლად უბრალოდ, რომელსაც საოცარი განსაცვიფრებელი, თითქოს უფლის ცხოვრებას ესწრებოდა. თითქოს მისი მოციქული იყო, მახარებელი იყო, ისი აღწერს ქრისტეს ცხოვრების ადგილებს. წაიკითხე და გავუგდებით. საწავიდა ჯოჯოხეთში. რას ნიშნავს? ქრისტიანობა ესე გეუბნება, ყველა ესენი მიდიან ჯოჯოხეთში. რას ნიშნავს ეს გეკითხე? მუსულმანისათვის სამოთხე რა არის? ისე როგორც იეჰოვას მოწმესათვის რა არის სამოთხე? აი მიწიერი ბედნიერება, კომფორტი, ფუფუნება. გესმით? ანუ მე მის ხმამდე როცა ჩვენ ვიღაცის ცხონებაზე არ ცხონებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავიაზროთ, რომ ქრისტიანობის დამოკიდებულება არის აბსოლუტურად სხვანაირი. ქრისტიანობა ადამიანს არ ზომავს რაღაცა კეთილი, აი ადამიანმა რაც არ უნდა კეთილი, აი თქვა ადამიანმა
ადამიანი დაეხმარა სხვა ადამიანს, აბსოლუტურად უანგაროდ. გარეგნულად ესე ჩანს. აი დაეხმარა და არაფერს არ ითხოვს. თქვენ მის გულში რა ხდება იცი? და მის გულში იცით რა შეიძლება ხდებოდეს 100%-ით. აი ეხლა ოდესღაც მეც დამეხმარება. ან სხვები შეამჩნევენ და შემაქებენ, ესა უანგაროაო. ან ღმერთი დამეხმარება, ანგარება დებს ყველა კეთილ საქმეში. ანგარებიანი გული როგორ იქნება სასופველოში გეკითხებით? აი უზღებიშვილი გაიქცა. უფროსი ამბობს, თიკანიც არ მოგიცია. გესმით, ადამიანში შიგრით არის რაღაცა ფენომენი, რომელიც ღმერთთან ვერ ძლებს, თორე ა ブラ ამზე დიდი მორწმუნე ვინ არის? ა ブラ ამა საკუთარი შვილი შეწირა. ადამიანს არ შეუძლია ღმერთთან ყოფილება, იმიტომ რომ ღმერთი არის აბსოლუტური სრულყოფილება. როცა ჩვენ ცხონებაზე საუბრობთ ამაზე, ღმერთი არის აბსოლუტური სრულყოფილება და ადამიანი ამ ზნეობრივ სკალაზე ანგელოზით კი არ თავდება. უსასრულოდ გრძელდება. ქრისტე პირდაპირ ამბობს, იყავით სრულყოფილი, ვითარცაც თქვენი ზეციური მამაა სრულყოფილი. ამიტომ როცა ჩვენ საუბრობთ ვინმეს ცხონება არ ცხონებაზე. ჯერ ერთი მე არ მიყვარს პიროვნულად ვიღაცა ჯოჯოხეთში გაუშვა, გინა მოუნათლავი იყოს და გინა საერთოდ ესე იგი ვინც გინა ის იყოს. ჯოჯოხეთში ახო მითხრა, გამანებე თავი რა კაცო რა. ჩემი თავი მე ვარ ჯოჯოხეთში. აი მე ვარ ჯოჯოხეთში და ახლა ის მოუნათლავი თუ ვიღაცა გადამთელი მე არ ვიცი, მაგრამ ეს კონკრეტულ ადამიანზე ზოგადად ცხონება თქვენ დალოცულები ვარ ღმერთთან ყოვლადწმინდა სამების მეოთხედ ყოფნაო წეღავ თქვით ქრისტიანობა ესე გასწავლის და თუ ადამიანი რას ნიშნავს მოუნათლავი? მოუნათლავი არის ადამიანი რომელიც ქრისტეს შვილი არ არის. რას ნიშნავს მოუნათლავი? მოუნათლავი არის ადამიანი რომელიც მეორედ არ შობილა. და ამიტომ ძალიან მიჭირს მე რომ თქვათ გამოუტანო განაჩენი ვინმე კონკრეტულ ადამიანს, მაგრამ დოქტრინალურად ქრისტიანობა გეუბნება რომ ქრისტეს მიმდევარი უნდა იყოს, ქრისტეს მოწაფე უნდა იყოს. შენში უნდა ახალი ადამიანი დაიბადოს, იმიტომ რომ ცხონება არის ღმერთთან ყოფნა, მეტი სხვა არაფერი. ოღონდ ეს ღმერთთან ყოფნა არის ამ დროს ყველაფერი და მას სხვა არაფერი აღარ ჭირდება. აი ეს არის და აბა რა ვიცი აბა და რაც შეეხება კეთილი კაცის და ვაჟკაცი კაცი პავლე მოციქულიც ამბობს სინდისით განიკითხება. აქ არის ესეთი მე შემიძლია ესე დავინახო ეს. სინდისით განიკითხება. აი მაგალითად მე კითხვა მიჩნდება. ადამიანი რომელიც ცხოვრობს სინდისიერად. გესმით აი მაქსიმალურად სინდისიერად ცხოვრობს. მას ძალიან აქვს ძალიან ფაქიზი ურთიერთობა სინდისიერად. ადამიანს რომელსაც აი მაქსიმალური სინდისიერი ცხოვრება აქვს, როგორი ფაქიზი ურთიერთობა ექნება ადამიანებთან, ხო წარმოგიდგენიათ? როგორ შეებრალება, როგორ შეუყვარდება, როგორ შეიძლება თავი გაწიროს მისთვის, ხო წარმოგიდგენიათ? როგორი ფაქიზია სინდისიერი ადამიანის ურთიერთობა, ესე იგი იმაზე რა ქვია, სხვა ადამიანის მიმართ, ხო წარმოგიდგენიათ? ეხლა მე კითხვა მიჩნდება შემდეგი. ესეც სინდისიერ ადამიანს, რო ეცხოვრა ქრისტეს დროს, ხო შეიძლება? აი მისი მსგავსი მაგალითი, თქო ეგეთი სინდისიერი ადამიანი ცხოვრობს ქრისტეს დროს, ესე იგი იქ პალესტინაში, იქ იუდეაში. ქრისტე რო დაენახა, იცნობდა თუ არა ის ქრისტეს? აი იოანესავით რო ყოფილიყო, იოანე ხო ყველაზე სინდისიერი აღმოჩნდა საბოლოო ჯამში. არა, მე ჯერ ვამბობ, არა, სინდისი ეხლა თუ ადამიანი არ გაზარდე, რა სინდისი ექნება? სინდის აქვს მნიშვნელობა, ხო, სინდისი ფაქიზი, მე ვამბობ ფაქიზი სინდისი, გაფაქიზებული სინდისი, როდესაც მას აქვს რეაგირება, ანუ ფაქტურად სინდისი რას ნიშნავს? ადამიანი, რომელიც სიკეთეს ბოროტებისაგან არჩევს. ესეთი ადამიანი ქრისტეს იცნობდა თუ არა? მე კითხვა მიჩნდება, თუ ადამიანი სინდისის მიხედვით სწორედ ცხოვრობს, რატო ვერ ცნობს ის ქრისტეს? როცა დღეს მას ესმის, რომ ქრისტე არის, რომ ღმერთი ადამიანად, რატო გული არ აუჩვილდება იმაზე, რომ აი ღმერთი შენთვის მოკვდა, ღმერთი თავისუფალია, ღმერთი ცოცხალია, ის მოვიდა, შენთვის იცხოვრა, შენთვის ერთადერთი ადგილი მიუჩინა, ეს არის ჯვარი და იქიდანაც კი არ გაგასამართლა, არამედ თქვა მამაო მიუტევე რა, არიცი რა საკეთებენ. როგორ შეიძლება რომ შენ შინაგანი მდგომარეობა არ შეძრას? იცით, ერთ-ერთი ღვთისმეტყველი რას ამბობს? ესეთ რამეს ამბობს, რომ ეშმაკი არ ცხონდება, ესე ამბობენ. და ეშმაკი არ ცხონდება, ესე ამბობენ და ერთ-ერთი მიზეზი რატო? როდესაც ადამიანად მოსული ღმერთი ადამიანებისათვის კვდებოდა
თუ აი ამ ფენომენმა არ შეზძრა ეშმაკის გული სინანულად რაღა უნდა მოხდეს რომ მან შეინამოს ესე მეთქვის ადამიანზე თუ ადამიანს აი ეს მსხვერპლი ღმერთისა და ესე დამდაბლება არ შეზძრავს რაღა უნდა შეზძრას ამიტომ მოდი ესე ვთქვა თუ ადამიანს ქრისტიანობა გაუგია და ის ქრისტიანობას არ იღებს ის სინდის მიხედვით არ ცხოვრობს ამიტომ დიახაც სინდი ის რო იტყვის რომ ბაბა მე არ ქრისტიანულ გარემოში არ ცხოვრობდი ხო გესმოდა ხომ გაიგე და რატომ არ მიიღე ესე იგი შენ სინდისის მიხედვით არ ცხოვრობდი და იქ გაეშიფრება მისი სინდისი რომ მისი სინდისი იყო გაშავებული სინამდვილეში რაც შეიძლება თუ დაუშვებ თეორიულად რომ არის ადამიანი რომელსაც ქრისტეს შესახებ საერთოდ არაფერი არ გაუგია მაშინ ეს არის მხოლოდ ღმერთის ეს სიტყვა არ მოყვარს და სადავური სიტყვა ეს პრეროგატივა რა სიტყვა ეს ფილოლოგები ხო არ ახალთ რა უგადური სიტყვა ეს ქართულია ეს სადავური სიტყვა პრეროგატივა ჰა ლათინური რასაშნელი სიტყვაა გას ვერმა ტრაქტორი მინდისო უფლებამოსილება ეს არის ღმერთის უფლებამოსილება ესეთი ადამიანი მე არ შემილია რამე ვთქვა იმიტომ რომ მე შემილია მხოლოდ ის თქვა რაც ვიცი და ვიცი ის რაც დოქტრინალურად არსებობს და ადამიანი რომელსაც კავშირი არ ქონია ქრისტიანობასთან იმაზე რა უნდა ვთქვა მეცაც გეტყვი ადამიანი რომელსაც ქრისტიანობასთანაა კავშირი იმაზე არ ვიცი რა უნდა ვთქვა მეცაც გეტყვი მე რომელიც ჩემ თავს ყველაზე კარგად ხომ მევიცნობ და მღვდელი ვარ მე არ ვიცი ჩემ თავზე რა უნდა ვთქვა და ამიტომ როდესაც ადამიანს არ გაუგია ან დამახინჯებულად გაუგია გეთახმები ვიღებ ამას შეიძლება დამახინჯებულად ან იგივეა რომ არ გაუგია მოდი ესე ვთქვა ხო ღმერთის ხელში ეს ყველაფერი ამიტომ მე არ შემიძლია რა უნდა ვთქვა თუმცა არის ხისტი პოზიცია ესეთია მას რომ ქონოდა ესეთი მზაობა მიღებისა მის გარშემო მის გვერდზე გაშտებოდა ადამიანი რომელიც მას გააგებინებდა მე ეს ხისტი პოზიცია მესმის ლოგიკურია განალოგიკური არ არის მართლაც მეთიგან არ გაუგზავნდა ვიღაც ადამიანს და გააგებინებდა მაგრამ მე ამ პოზიციას იცით რატო ვერ ვიზიარებ აი მე რო მიღმერთო გარემოში ვცხოვრობდი მახსოვს მე რა ორანგუტანგი ვიყავი მე თვითონ რა საშინელი აი არ ვიცი ანუ მე ადამიანად საკუთარ თავს ვერ აღუქვავ იმ პერიოდში იმიტომ რომ აბსოლუტურად ჩემთვის დახურული იყო რასაც წმენა ქვი მაგრამ მე მყავდნენ მეგობრები ახლობლები ნაცნობები ეხლა უცებ ორი ადამიანი გამახსენდა ჩემი პარალელური კლასელი იყო მეორე ცოტა პატარა იყო ძალიან მიყვარდნენ ეს ორივე ადამიანი და ორივე ტრაგიკულად გარდაიცვალა ახალგაზრდობაში გარდაიცვალენ იქ მე არ ვიცი მე იმაზე უკეთესი ნამდვილად არ ვიყავ მე ვერაფერში ვერ გამოვარჩევ ჩემ თავს რომ იმაზე რაღაცით უკეთესი ვიყავ იმათ რო ეცოცხლოთ რა ვიცი დღემდე რა ვიცი აბა ამიტომ ისინი წავიდნენ იმ დროს როცა არც იმა და არც მე არაფერი არ გოსმოდა აზი არ ვიყავით და მე რომ მონათლულები კი იყვნენ მაგრამ ახლა ნათლობა სულიერ ცხოვრების გარეშე არაფერს არ ნიშნავს ეხლა გავასამართლო მე ისინი როგორ ნათლობას ნომინალურია ხო ახლა ნუ მონათლებს ვიღაცა შემთხვევით შეიძლება არ მონათლებს ვიღაცა ეს ყველაფერი იყო ისე ზედაპირული ანუ მე თუ ზოგადად ყველა ესეთი ადამიანი ჯოჯოხეთში გაუშვი მაშინ ისინი ჯოჯოხეთში უნდა გაუშვა და მე როცა მე მათზე უარესი ვიყავი იმ დროს და მე ვიცხოვრე ამდენი ხანი მე გავხდი მორწმუნე მე მოვიდა მე ღმერთიც კი ისინი გარდაერთი დაიხჩო მეორე ავტოავარიაში მოყვა ამიტომ მე არ შემიძლია კონკრეტულად ესეთი ხისტი ვიყო იმიტომ რომ ეს იმწასო ჩემ ცნობიერებაში ეხება ვიღაც კონკრეტულ ადამიანებს და მე არ მაქვს უფლება რომ ჯოჯოხეთში გაუშვა ჩემი ნაცნობები რომელთათვის მე მილოცია და მე მათზე უკეთესი ნამდვილად არ ვიყავ აი ეს არის ჩემი პოზიცია რა განსხვავდება მაგრამ მე მაწუხებს უფრო ის რაც ჩემ ხელშია მაგალითად რატომ ნათლავთ ღმლები უწმუნო ადამიანებს მე არ მესმის რატომ ნათლავთ ღმლები ბავშვებს როდესაც უბრალოდ რატომ ვაყენებთ ღმლები ბავშვობის ნათლობისას უწმუნო ნათლიებს და იგივე ეს ბალმასკარადი იმართება ეს სიყალბე შეუდგები ხო და რატო ვაკეთებ ამას მე მესმის 20 წლის წინ როცა ნათლიას ვერ ნახავდი რომელიც მორწმუნე იქნებოდა მაგრამ დღეს რას ლაპარაკობ იმდენი მორწმუნეა როგორ შეიძლება რომ არ იპოვო ადამიანი რომ ესე იგი ბავშვს ნათლიად მორწმუნე დაუყენო ამიტომ ან მოყავთ ხოლმე 4-5 ნათლი აქედან 2 მორწმუნე ან 1 დანარჩენი ურწმუნო მე ვენები ურწმუნოებს გვერდზე გადადექით იმიტომ რომ თქვენ აქ თამაშს ვერ დავიწყებთ როცა ირწმუნებ კი ბატონო და არ წამს და ეხლა არ ახარ მიმდევარი და ეხლა რაერები გალაპარაკოა აი მე ეს არ მესმის ეს ჩემ ხელშია რატო ვაკეთებთ ამას ჩვენ ამას არ ვაკეთებთ გეტყვით რა მოხდება
ჩვენი ღირსება ეკლესიისა ერთიორად აიწევს და ჩვენი მორწმუნეები გაცილებით ხარისხიანები გახდებიან. ეს მომენტია. აღალაბრობ ჯვრისწერაზე და რა ვიცი. აქ არის კონვერი ჯვრისწერისა, იქ კონვერი განქორწინებისა. ის განპირობებული ამით. ადამიანს ქრისტე არ უნდა და რა ჯვარს მე ჩემ პოზიციაზე მე არ უწევ უწმინო ადამიანს ჯვარს. ნუ ერთი თუ მორწმუნეა კი ხო ეს იმის პრობლემაა რომ იტკითა უწმინო ეს მაგრამ მე ვწევ მაგრამ თუ ორივე უწმინოა და თუ ქრისტე არ უნდა რა არ ვწევ. აი ეს არის ჩემთვის პრობლემა. რა განსხვავებაა ქრისტიანულ და ისლამურ სამოთხეს შორის? ახლა ამაზე ვთქვი, ისლამური სამოთხე ეს არის მიწიერი, ქრისტიანული სამოთხეც ხომ წალკოტი იყო. სადაც მართალი არც მდინარეები არ მოედირებოდნენ, მაგრამ 4 მდინარე და მრავალი ხეხილი. ხო, სიმბოლოები და ესე იგი, ქრისტიანული სამოთხე, სადაც ადამ და ევა იყვნენ, ეს არ არის ის სამოთხე, რომელშიც შევა ადამიანი ქრისტეს დაბრუნების მერე. იმიტომ რომ ის სამოთხე შეიცავდა თავის თავში შესაძლებლობას ადამიანის დაცემის. ხო ესე მოხდა? ანუ სამოთხეში ხო იყვნენ, მაგრამ ხო დაეცნენ, ანუ შესაძლებლობა იყო ადამიანის დაცემის. რას ნიშნავს სამოთხეში მცხოვრები ადამიანისათვის დაცემის შესაძლებლობა? რაც განხორციელდა. ეს ნიშნავს, რომ ისინი არ არიან განღმრთობილები. არიან სრულყოფილი არსებები, როგორც ქმნილებანი, მაგრამ არ არიან განღმრთობილები. ხოლო ის რაც იქნება ქრისტეს დიდებით დაბრუნების მერე, ის იქნება ის მდგომარეობა, სადაც ადამიანში აღარ იქნება შესაძლებლობა დაცემისა. ანუ იქნება განღრთობილი მდგომარეობა. ანუ არსობრივად განსხვავდება ის სამოთხე იმ მომავალი სამოთხისგან, ანუ ზეცის სასუფევრისგან, რაც ჩვენ გველოდებით. ღვთის ენერგიებზე რომ საუბრობ, თუ შეგიძლია გითხრათ, როგორ უნდა გამოვიცნოთ სწორად, ლოცულობთ თუ არა. როცა ენერგია განწმენდილია, თუ გჭირდება ხელმძღვანელი განწმენდილია, ენერგია არ არის განწმენდილი, ენერგია წმინდა, ენერგია სული წმინდის მადლია და იგივე მამის და ძის მადლია. ხელმძღვანელი, ნუ იცით რა, ხელმძღვანელი როგორ არ გჭირდება? ეგ არის მოძღვრის საქმიანობა. ახლა ეს ძალიან რთული თემაა და მოკლედ ესე ვიტყვით. იმისათვის რომ ადამიანმა სწორედ ილოცოს, ორი რამ არის საჭირო. მან დაინახოს ღმერთი და დაინახოს საკუთარი თავი. საკუთარი თავი დაინახოს თავის გულის სიღრმეში. საკუთარ თავში დაინახოს ძირითადი ვნებები, როგორ ცოცხლობს მის გულში. ეს არის სიამოვნების მოყვარეობა, როგორც ვნება, პატივმოყვარეობა, როგორც ვნება და მომხვეჭველობა, როგორც ვნება. იგივე ძალაუფლებისა სიყვარული და ვერცხლის მოყვარეობა, ეს იგივე მესამე ერთად შეიძლება ითქვას. ეს ვნებათ იქცევა ჩვენს გულში, იმიტომ რომ ეს სამი რამ არის იმ სამი ძირითადი კანონის გამოვლინება ჩვენში, რომელიც სამყაროში არსებობს. იონა მოციქული ესე ამბობს, გულის თქვაი თვალთაი, გულის თქვაი ხორცთაი და სიამაყე ამის სოფლისაი. ეს სამი კანონი სამყაროში არსებობს იმიტომ, რომ ამით დამახინჯდა ადამი, ევა და დამახინჯდა მთელი სამყარო. ეს თუ რთული თემა აღარ განვარცხოთ. ადამიანმა უნდა ისწავლოს ამის სამის დანახვა თავის გულში, რომელიც ვლინდება პატივის მოთხოვნილებით, პატივის ჩემი გული რას ითხოვს? ითხოვს პატივს, პატივი მეცით ამას ითხოვს. ჩემი გული ითხოვს, ჩემი გულს აქვს მუდამ ანგარების განწყობა ყველაფერში, რასაც არ ნავაკეთებ. მუდამ შური, მუდამ ეგოიზმი, მუდამ სიბილწისაკენ რაღაცა მიდრეკილებები, სულ ჩემი გული, სულ, აი, ანუ ეს არის არა აზრი შემოსული, რომ აზრი ცოდვა არ არის. მithumatas თუ ეშმაკისგან არის. რაც უნდა ბინძური და არასწორი და მახინჯი აზრი იყოს. ის ჩემი ცოდვა არა, ის არის ეშმაკისგან. ის გულს აშფოთებს კიდევაც, მაგრამ აი გულის თქმა არის, რაც გულს უნდა. ვაკეთებ ერთ რაღაცას, ვამბობ ერთ რაღაცას და გული მეუბნება, აბა ეს არა ეს გინდა, შენ ეს გინდა. ამის სურვილი გაქვს, ამის მოთხოვნილება გაქვს. ეს უნდა ვისწავლოთ. ამის დანახვის გარეშე. ამას შეხედავს ადამიანი, მე იწყებს მასთან ბრძოლას. მასთან ბრძოლას იწყებს, როგორ იწყებს? ესე გავაკეთე სიკეთე და გული ანგარებით აივსო. ესე იგი, შევხედე ადამიანს როგორც დაას და გული არაწმინდებით აივსო. ესე იგი, იმ ჩემ ახლობელს რაღაცა დააწინაურეს და გული შურით გამევსო, გამიგე და ასე შემდეგ და. ესე იგი, უცებ მივხვდი, რომ
ჩემი გული მხოლოდ მაშინ ბედნიერობს თუ რაღაცა ამ მიწიერი სიხარული ელოდება და ამ დროს ღმერთი მავიწყდა და ვეუბნები უფალო მიხსენ ამისაგან და იწყებ ბრძოლას აღმოჩნდება რომ უსუსური ხარ აი როგორც უსუსურობას აღმოაჩენ მაშინ გჭირდება ერთადერთი მხსნელი გჭირდება და მხსნელი აღმოაჩენ რომ მხოლოდ ქრისტეა იმიტომ რომ ქრისტე არის ადამიანი რომელსაც ეს პრობლემა არ აქვს არის სული სიწმინდე და გაძლევს თავის ხორცს და სისხლს შენში შემოვიდეს ეს სიწმინდე არადულ სიცოცხლესთან ერთად და ჭირდება მხსნელი და აი შენი ლოცვა ცოცხლდება როცა ამბობ უფალო შემიწყალე ეს შემიწყალე ის კი არა რომ სამსახური მიშოვე ავათავარ მომარჩინე რაღაც პრობლემები მომიგوارე თუმცა ამასაც გულისხმობს რა თქმა უნდა მაგრამ თავარი გულისხმობს იმას იმიტომ რომ სამსახური შეიძლება ღმერთის გარეშე შეიშოვო წარმატებასაც შეგვიძლია ღმერთის გარეშე ესე იგი მიაღწიო განიკურნო შეიძლება კიდევაც ყაი ექიმს ნახავ ოპერაციაზე ანუ რა აი ამას ვერაფერს ვერ უშველი ამ გულს და არადა გზნოფ რომ ეს გრუპავს და მაშინ იწყება ნამდვილი ლოცვა ცოცხლდება ლოცვა უფალო შემიწყალე როცა ადამიანი ამას ვერ გზნობს ღმერთი გამყოფებს გაძლევს განსაცდელებში მაგულისხმობ ისეთ განსაცდელს რომელსაც ადამიანურად ვერ გადაწყვეტო ადამიანური რესურსი არ კმარა აქ კიდევ იწყება ახალი სიმძაფრე უფალო შემიწყალე რომ ამ განსაცდელს გადაურჩე და ამასობაში სწავლობ იმ ლოცვას რაც ჭირდება სინამდვილეში და ასე შემდეგ მე გარდა ამისა თითოეული ტექსტები, ლოცვის ტექსტები, რაც არის, ეს როცა იმას კითხულობს ადამიანი, ეს ლოცვა არ არის. ეს არის გარეგნული ფორმა, ლოცვა არ არის. როდესაც ამ ტექსტს იღებ და ცდილობ ყოველი სიტყვა გააცნობიერო, მერე გაიაზრო, მერე გაითავისო, უბრალოდ თანა უგზნოს შენმა გულმა ამ სიტყვას და ჯერ კიდევ ეს არ არის ლოცვა. აი გაიაზრე და გული აგიჩვილე ესეც კიდე არ არის ლოცვა ლოცვა იწყება მაშინ როდესაც შენი გახდება ეს სიტყვა შენი იქნება აი შენი პირადი სათხოვრად გადაიქცევა აი წერია დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულს ეს იქნება არა რაღაცა გამყოფი სიტყვები ფსალმუნების შორის და ასე დიდებასა და ალილუია შორის არამედ ეს იქნება შენი სიხარული ღმერთო მადლობა რომ არსებობ დიდება შენი გახდება შემიწყალეც ასევე შესაძლებელი გააკმარხლა იმიტომ რომ ხედავ რომ იღუპები აი ეს არის და თუ ესი არ აკეთე ლოცვას ვერ ისწავლი და ამას იქ მე ამაშიც ხედავ უძლურებას და მე მადლი გეხმარება როგორც არის საიდუმლოება ევქარისტია იესოს ლოცვა როგორც გასაღები ყველა ლოცვისა და ასე შემდეგ წმინდა წერილის კითხვა იმიტომ რომ ლოცვა არის გზა და საერთოდ უნდა წახვიდე საით გწიდება მაჩვენებელი ქრისტე ანუ სახარება უნდა იცოდე შეიძლება საერთოდ ლოცვათა სიმრავლე არის მამები ასე ამბობენ რომ ადამიანი რომელიც სულიერად წარემატება თქვა ნელა მისთვის უფრო უპირატესები იესოს ლოცვა ხდება იმიტომ რომ აი თქვა ახალმოსული ადამიანი ეკლესიაში და იესოს ლოცვა თავიდანვე შეიძლება მან დაიწყოს მაგრამ არ შეიძლება რომ იესოს ლოცვა და ფსალმუნებიც კი იყოს მისთვის დომინანტი თავიდანვე ადამიანი რომ მოდი შეიძლება იესოს ლოცვაც უთხრა ფსალმუნებით მაგრამ დომინანტი არ შეიძლება იყოს და რატო აი როგორც ფსალმუნები ადამიანი ახალმოსული რომელსაც არ აქვს ქრისტოცენტრული ხედვა რელიგიაში მისთვის ქრისტე არ არის მთავარი ხო ფსალმუნებს უკითხულობს მისთვის ფსალმუნები ცით რა არის ძველი ახლის რაღაცა იქ შურიზიება იქ ვიღაცა ღმერთო დასაჯე რაღაცა წევლა ნუ რაღაც ვერ მიხვდება რასთან აქვს საქმე არ და ფსალმუნები ქრისტოცენტრული კუთხით თუ არ იკითხე შენთვის ლოცვა არ იქნება და რა შეიძლება იესოს ლოცვას ეს არის ხუთი სიტყვა უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე თუ ადამიანის ცნობიერება არ არის გამსჭვალული სახარებით და ადამიანის ცნობიერება არ არის გამსჭვალული ყველა ამ ლოცვის ტექსტები ძირითადი რაც არსებობს ანუ თუ ადამიანს არ აქვს სამყაროს და თავის სიცოცხლის და რელიგიურ ცხოვრებაში ქრისტოლოგიური ხედვა იესოს ლოცვა მისთვის იქნება რაღაც მანტრასავ ვერ გაიგებს იესო ქრისტე მთელი სახარება თუ არ იცი საერთოდ სახარება თუ არ იცი იგივე ითქმის ოთაშორის ზიარებას ადამიანები ეზიარებიან წარმოდგენა არ აქვს არც სახარებაზე და არც ლოცვებზე ზარმაცები არიან ანუ ეზარებათ გამოიძიო რასთან აქვს საქმე და ეზიარება რა უნდა ეხლა რაღაც ერთ საათში გადააბულბულებ იმ სიტყვას დადგები და პირს გააღებ შოშიასავი და კი მაგრამ ვის ეზიარები არ მოიცოდე მადლი გეძლევა და ვისთან მიდიხარ და ჩვენ გგონია რომ სისხლს და ხოცო იღებ უწმინდეს ღმერთს ეზიარები მექანიკურად აი ეს არის შეცდომა არ ეზიარები ისე როგორც იესოს ლოცვას ლოცულობ და ასევე ქრისტეს ეზიარები მექანიკურად არაფერი ხდება ეკლესიაში ამიტომ
ეს ლოცვები გვეხმარება იმაში, რომ ჩვენი ქრისტოცენტრული განწყობები და ეს ხედვა ჩამოყალიბდეს და ამიტომ და მე როცა ეს ყალიბდება იესოს ლოცვას როცა იწყებ მე იესოს ლოცვა გასაღები იმიტომ არის რომ იესოს ლოცვაში ხარ კონცენტრირებული. აი ქრისტიან ბავშვს მე ვარ ვიწრო კარიბჭე. და ბევრი პოულო ვეძებს ვერ პოულობს, მაგრამ ეს კარიბჭე ქრისტეა, ხო? ეს ვიწრო. წარმოგიდგენიათ ადამიანი თქვა 2 საათი იჯდეს და იესოს ლოცვას ამბობდეს, ოღონდ მექანიკურად კი არა, სრული ქრისტოცენტრული განწყობით, გაცნობიერებით. იცით რა რთულია? იმიტომ რომ ამ 5 სიტყვაში უნდა იმყოფო 2 საათი. შენი გონებაც ფიზიკურადაც ესე ზიან ხოლმე დაბალ სკამზე და თავით ჩაქინდრულია პატარა კელიაში, პატარა სენაკში, პატარა ძალიან სივრცეები. წარმოგიდგენიათ რა რთულია. 2 საათი თქვა, თორე ეგ იოსებ ათონელი 7-8 საათი. აბა მიდი მოსინჯა. 5, 7, 8 საათი იყო ქრისტესთან ერთად. ეს როგორი ბრძოლაა, იცით? მაგრამ ეს ბრძოლა არის გასაღების მერე სხვა ლოცვას ან ტაძარში გახარ და წირვაში რომ წირვა ლოცვის რომ გესმის მერე ეს ხო? უკვე შენი გული უკვე მტაცებელი რით არის, ინჭერს ამ სიტყვებს და თავისად ხდის. იმიტომ რომ მიჩნეული ხარ ამ. ეს დღევანდელი შეხვედრის თემას არ უკავშირდება, მაგრამ ჩვენ რომელ საათამდე გვაქვს დრო? სანამ არ გავყრიან. აქ დარჩა 3-4 კითხვა. ვაი. მაგრამ შემთხვევით ხომ არ იცით ვინმე მამა გიორგი, რომელიც თბილისში ანჩისხატის ტაძარში მსახურობდა. ანჩისხატში ეცოდინებოდ კაცო. არ ვიცი. მაშინ საპატრიარქოში ეცოდინებოდ. იქ არქივები აქვს და კაცო ანჩისხატში ვის კითხეთ? ანჩისხატში არის წინამძღვარი ვინ არის ანჩისხატის? მამა რევაზი ტომარაძე, ხო? მამა რევაზი ტომარაძე იცით რამდენი ხანი იქ არის? მას ეცოდინება. ეს მაშინ იქ იყო, ხო იქ იყო. მაგრამ იმის ვერ იმდენი გამოიცვალა, შეიძლება კიდე დავიწყდათ და. როგორ შევაყოროთ პატარა ბავშვს უფალი, ისე რომ იგზნოს, რომ უფალი ცოცხალია. პატარა ბავშვს აქვს მიდრეკილება სულიერი ცხოვრებისკენ, გასაოცრად უყვართ ხატი, ჯვარი, მადლი, ზიარება, ეს რაც მე მინახავს ახლა ჩემ პატარა შვილიშვილებზე და ჩემ შვილებზეც მახსოვს. სანამ პატარები არიან, ძალიან დიდი მიდრეკილება აქვს და სწრაფვა. იქ შეიძლება თქვა, აი, მაგალითად ჩემი ერთ-ერთი შვილიშვილი, რატომაც ცნობდა ყოველთვის, რომ მაცხოვრის ხატი იყო და ცნობდა მისი მოსახელე წმინდანი სერაფიმეს ხატს. აი, განსაკუთრებული შეიძლება გვერდზე უფრო დიდი ბრჭყვიალა ხატი ყოფილიყო, თქვა, რომელიმე წმინდანის თან თუნდაც ღვთისმშობლის, მაგრამ მაცხოვრის ხატის მიმართ ყოველთვის რაღაც განსაკუთრებული განცდა ჰქონდა, ხო და ასევე წმინდა სერაფიმეს, ანუ აი, აქვთ ეს, ამიტომ ჩვენი ვალია რომ ის რაც არის მასში მithumetes ნათლისღებით მირონცხებით უკვე ეს შიგნით არ ჩაუკლად. როგორ არ ჩაუკლად? პირადი მაგალითით. მე ხშირად მეუბნები ხოლმე ჩვენ სულიერ შვილებს, მრევლს, წევრებს, გოგონებს, რომ თუ გინდა რომ შვილი ქრისტიანულად აღზარდო, შენი შვილი ყოველთვის უნდა ხედავდეს მლოცველ დედას. თუ ამას ვერ ხედავს, ძალიან პრობლემა იქნება მე. მაგალითი მაგალითი ცოცხალი წმენისა. შეიძლება თუ არა ადამიანს ხან უნდოდეს და ხან არ უნდოდეს მონოზნობა. შეიძლება მანამ სანამ ჩამოყალიბებული არ არის და ერთ-ერთი პრობლემა რაც ხდება ხოლმე, ხა არსებობს აი მართლა ესეთი შემთხვევები, როდესაც პირდაპირ ღვთისგან არის, რომ მიეცემ ამ ადამიანს და მორჩა, გადაკეტილია ყველაფერი, ეს უნდა და მორჩა. მაგრამ თუ ესეთი მძაფრად არ ვლინდება, მაშინ შეიძლება უნდოდეს და ხან არ უნდოდეს, ხან არ უნდოდეს, ოღონ ამის მიზეზი ხშირად არის ხოლმე არასწორი ხედვა ეკლესიური ქრისტიანობაში. ანუ ქრისტიანობაში თავარი რა არის? ბოლო კითხვა. ბოლო კითხვა მეთქი კაცო. ისა ეკლესიაში თავარი რა არის? ეკლესიაში თავარი არის ისთვისაც ვარ ჩვენ, რომ ქრისტე ვეძებოთ ჩვენ შიგნით, ხო, სასწაული გულში ვეძებოთ. ეს არის და ეს თავარი საქმე არის თავარი ერთნაირად როგორც მონოზნებისთვის, ისე ერის ადამიანებისათვის და ისე იერარქიაში მყოფნათვის, ანუ მღვდლებისათვის. ანუ მე ეპისკოპოსს, დიაკონს, თქვენ დაუქორწინებელს და მონოზონს ბერს ერთ და იგივე საქმე გვაქვს სინამდვილეში. ჩვენ მთელი არსებით ვეძებოთ ქრისტე, მივბაძოთ მას და მერე მივემსგავსოთ. პავლე სული პირდაპირ გეუბნება, მობაძავთ ჩემ და იქნონით, ვითარცამე ქრისტეს. ეს არის თავარი. თუ ადამიანს ეს თავარი საქმე გაცნობიერებულიც აქვს და ნაპოვნიც აქვს, ნაპოვნი ეს საქმე ნაპოვნი. მაშინ მას უკვე ეს რყევები ნაკლებად აქვს. იმიტომ რომ
ძალიან ხშირად ადამიანს უნდა მონოზნობა, მაგრამ არ გამოსდის. პრობლემებია, ან გადაიდება, მე ადამიანი ნერვიულობას იწყებს, მე ნუ ნერვიულობ. შენი საკეთებელი რაც არის ეხლა, იგივე იქნება მონოზნობაში. თუ აქ ვერი ვარგე. ზოგი ფიქრობს, ვერის კაცობაში იქნება, მაინდა-მაინც ვერ იქნება და როცა მღვდელი გახდება, ან ბერი, მე კარგი იქნება და ესე არ ხდება. თუ შენში რაიმე ცუდია ისეთი, რომელსაც შენ ეგუები, აქ თუ არ ეგუები და იბუძვი, მე შეიძლება ეს დაგეხმაროს. მაგრამ თუ არის რამე ისეთი, რა თქვა, გულგრილობა სარწმუნოებრივ ცხოვრებაში, ლოცვაში ეს გულხურვალება არაგაკ და არც გაინტერესებს, უდისციპლინობა წირვა ლოცვის დროს. თუ ამას ეგუები უნოზნობაში და მღვდლობაში განსაკუთრებით ეს კიდევ უფრო გაგიძლიერდება. იმიტომ რომ შენ მას ართული პრობლემა და ეს იმახინჯე კიდევ უფრო დიდი გაიზრდება. ამიტომ თავარია რომ ჩვენ გავხდეთ კაი ქრისტიანები, ჩვენი საკეთებელი ვაკეთოთ და მე უკვე უფალი მოგცემს. მით უმეტეს დღევანდელი მონასტერი ახაც როგორც მოძღვარია საძიებელი, ისე მონასტერია საძიებელი, იმიტომ რომ მონასტერში შეიძლება წახვიდე და იქ თავარი არ გასწავლო, როგორ ებრძოლო, როგორ დაინახო და როგორ ებრძოლო გულის თქმებს და როგორ ისწავლო ლოცვა. და მთელი აქცენტი მონასტერში შეიძლება გადასული იყოს გარეგან მსახურებაზე და შრომაზე. შრომაც კარგია და გარეგანი მსახურებაც აუცილებელია. მაგრამ თუ ის ორი არ არის, გულის თქმების დანახვა და მათთან ბრძოლა და ლოცვის სწავლა, თუ ეს არ არის, ანუ სენაკის ლოცვა, კელის სენაკის ლოცვა ქვია. მაშინ იმ დანარჩენს გარეგან ღვთისმსახურებას და შრომას დიდი ფასი აღარ აქვს. ასე რომ ესეც გაითვალისწინეთ. არა, შინაგანი მსახურების გარეშე ნების მოკვეთა უბრალოდ უაზრობად იქცევა. ნებას იმიტომ კი არ ვიკვეთავ, რომ ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია. მე ნებას იმიტომ ვიკვეთავ, რომ ჩემ შიგნით არსებულ გულის თქმებს, ეხლა რომ პაპი მოყვარეობა რო ვთქვით და ეგოიზმი, შური, ანგარება და ეს მრისხანე ამებს მოვერიო, რომ და რისთვის მოვერიო? ეგ ეს არ არის თვითონ, რომ მოვიპოვო მორჩილება, სიმდაბლე, რომ ეს იყოს კვალცხლბეკი გონიერი ლოცვის. ანუ ყველაფერი ხდება სათნოების დედოფლის გამო, ანუ ლოცვის გამო. სადაც არ არის ლოცვა, ამ ყველაფერს აზრი ეკარგება. და მე ხანდახან არის ხოლმე, რომ მონასტერში მონასტერში შეიძლება ისეთი შრომა იყოს და ისეთი გარეგანი მსახურება ხო აუცილებელია, კაცო, ეხლა 10-ზე სამჯერ ვიყავი, მსახურება, ისეთი გარეგანი, ნუ საოცრება, იქ წუქცის კარი, წირვა, ესეცაა გახსნილი. მაგრამ თუ რომელიც ძალიან დიდ ფიზიკურ ენერგიას მოითხოვს სხვათა შორის და ეს აუცილებელია, მაგრამ თუ ამას ემატება შრომაც იმდენი, რომ მე ადამიანს ბერს რო შედის თავის სენაკში, ან დრო არა აქვს, ან თუ აქვს ეს დრო ისია გამოფიტული, რომ იქ ტახტზე უნდა დაეგდოს და ისიც რომ მე და ისე აქვს გამოფიტული, რომ ვეღარც კი წამოდგეს და რა თუ ძლივს წამოდგეს, რომ დილას ისე ცისკარზე წავიდეს, უკვე აზრი ეკარგება. აუცილებელია ბერს მიეცეს საკუთარ თავთან განმარტოების საშუალება და სწავლა გონიერი ლოცვის. იმიტომ რომ ყველაფერი ფაქტიურად ხდება სწორედ ამისათვის, რომ ეს ისწავლოს. და მე ვინც წარმატებულები იყვნენ ეგეთები მონასტერში, მე ეს მონასტერიდან მიდიოდნენ, ხდებოდნენ განდეგილები, მესვეტეები, შიომღვიმელი საჩავი და ანუ ეს მე იწყება ეს. გამიგეთ, როცა უკვე და რა თქმა უნდა ზიარებისგან მოკლებული კი არ ყვნენ, მაგრამ მიდიოდნენ და აზიარებდნენ ჩაუშვ. იყო ეპისკოპოსები რუსეთში არის ესეთი ტრადიცია, დიცქემაში ვაღიკვეცებოდნენ. ეპისკოპოსია ვთქვათ, ხო, ამ მღვდელი ტოვებს მსახურებას. ათონზეც არის ეს ტრადიცია. არის მღვდელია ვთქვათ, წირავს ყოველდღიური წირვებია. გავიდა 10 წელი, 20, 30 დატოვა მღვდლობა და ჩაიკეტა. რა თქმა უნდა იქ აზიარებენ როგორც უბრალო ბერს. ანუ გარეგან ფორმებს უიცილებს, რომ უფრო მეტად იყოს ჩაღმავებული. თუმცა ეს არის უმაღლესი, ერთ-ერთი უმაღლესი საფეხური, ხო? აი ესია. მაგრამ ამას თავიდანვე ასწავლე და ეხლა ჩვენ ერის ადამიანებო, რომლებიც ერში ვართ, ჩვენ აუცილებლად უნდა შევძლოთ იგივე, როგორ იმ კუთხით, რომ ჩვენ ეხლა სახლები უნდა გქონდეს მაქონდეს ეს შემთხვევა მამოზდა მეთანხმება. მე ვიყავ უზარმაზარი სახლს აკურთხებ, ანუ ზოგი კერძო სახლისა. აღმოაჩენ, რომ ხატების კუთხე პრაქტიკულად არ არსებობს, იმიტომ რომ ნუ სადღაც იქ თაროზე შემოლაგებულები უწესრიგოდ არა და უზარმაზარი სახლია და ამავე დროს ქრისტიანი ვინც არის და არა აქვს ერთი კუთხე, ხატების კუთხეში მე რას გულისხმობ კაცო. ეს არის სიმყუდრო ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია განმარტოვდეს.
ეს ყველას გვჭირდება. არის რაღაც ის შემთხვევები, როცა ადამიანს მართლა ობიექტური მიზეზის გამო ამის საჭიროება არ აქვს, მაგრამ ქრისტიანული ოჯახი ზრუნავს იმაზე, რომ სახლში იყოს სადღაც მყუდრო გარემო, სადაც ოჯახის ნებისმიერ წევრს დღეში ერთხელ მაინც შეიძლება თუნდაც 1 საათი, საათნახევარი საკუთარ თავთან განმარტოვდეს და იქ ძაფრად თავის გულში ღმერთი ეძებოს. ყველას გვჭირდება ეს. აი ეს. და ბოლო კითხვა არის თუ არა აქტიური მრევლისათვის ეკლესიისაგან განშორება, მადლისაგან დაცლა და რამ შეიძლება გამოიწვიოს ეკლესიისადმი შეფერხება მორწმუნე ქრისტიანისათვის. იცით, ამას ქვია რწმენის დაკარგვა, როცა ეს გარეგნულად ვლინდება იმაში, რომ ადამიანი ან გულგრილი ხდება, ან ესე იგი საერთოდ სცილდება. კი, შეიძლება, იმიტომ რომ საერთოდ ესე ხდება, ადამიანი რატო ხდება ეკლესიური, მას მოქმედებს გამომაფხიზლებელი მადლი ძალიან მძლავრად, რომელიც მას ურწმუნოების ცილისაგან ესე აღვიძებს, ადამიანი უცებ ხდება მორწმუნე, მერე თუ მოუნათლავია ინათლება, ხედავთ ადამიანი ჯერ მორწმუნე ხდება და მერე ინათლება. აი კათაკმეველთა მამაო დამეთანხმება, კათაკმეველთა საიდუმლო ლოცვაში არის ეს სიტყვები, რომ ციტირება ზუსტად ვერ მოვახდე, რომ კათაკმეველი როგორი განწყობით არის მოდრეკილი ქრისტეს წინაშე. ანუ მოდრეკილი რას ნიშნავს ქრისტეს წინაშე? ის უკვე მორწმუნეა. მორწმუნე ინათლება, ურწმუნო კი არ ინათლება. მორწმუნე ინათლება, ეკლესიურად მაცხოვრებელი ინათლება, მეცაც გეტყვით აღსარებელი ინათლება, ის მან ნანობდეს თავის წოდებს და აღიარებდეს. რა თქმა უნდა, ის ყველაფერში იღებს მონაწილეობას გარდა იმ ლიტურგიის ძირითადი ნაწილისა და მერე ზიარების. ანუ ის ხდება ქრისტიანი ჯერ და მერე ინათლება. და მერე უკვე სრულყოფილად ხდება უკვე ეკლესიის ცოცხალი ორგანული ნაწილი. მორწმუნეა, მაგრამ ჯერ ეკლესიის ორგანული ნაწილი არ არის. მაგრამ ესე იგი ადამიანი უცებ მოეგება გონზე, იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას, ან თუ მოუნათლავია, მონათლავენ, თუ ზიარებელი აზიარებენ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს მისი გულმხურვალება, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვიდან 5 წლამდე. ეს მისი გულმხურვალება არის არა მისი გამსახურება, არამედ მადლის ზემოქმედება, რომელმაც ესე გამოაფხიზლა და ესე ყავს და აი ეს იადვილება, ლოცვა, მარხვა, უხარია წილვაზე ყოფნა და ასე შემდეგ. მაგრამ თუ მას არ ვასწავლებ და მან ადამიანურად სწორი ნაბიჯები არ გადადგა თვითონ, ეს პასიურია. ეს უბრალოდ მადლით არის, მადლს ყავს ხელში. თუ არ დაიწყო მან თავად როგორც ადამიანმა სწორი ნაბიჯების გადადგმა, როცა დადგება მადლი, როცა განეშორება აუცილებლად, იმიტომ რომ არ განეშოროს, ის მას შეიძლება ეგონოს თავისი დამსახურება და აღმოჩნდეს ხიბლში. ამიტომ მადლი განეშორება არა არსობრივად, არამედ როგორც ასეთი შემაკავებელი, ეკლესიის შემაკავებელი ძალა და თუ მან არ იცის, ეხლა როგორ იაროს, მადლს და ეხლა როგორ იაროს თუ არ იცის. თავის გასობა იმ ბავშვს, რომელსაც დედა სიარულს ასწავლის, მაგრამ ბავშვი ვერ სწავლობს, იმიტომ რომ ამის უნარი არ აქვს. ვერ ივლის. და ნუ ახლა ერთხელ მოვა, ორჯერ მოვა და დაიღლება და წავა. აი ეს ემართება, ამიტომ აქ რომის წილი ჩვენზეც არის. ან კიდევ ერთი, როცა ადამიანი თვითონ ანგარებით არის მოსული, მხოლოდ მიწიერი საკითხები აინტერესებდა და გავიდა 5 წელი და დაინახა, რომ თურმე შეიძლება ეკლესიურადაც ცხოვრობდე, ქრისტიანიც კი იყო და მაზიარებელი და თან პარალელურად ქონდეს განსაცდელებიც. ეს გაუკვირდება. და ესე მე იმიტომ მოვედი, რომ განსაცდელები არ ქონდა, ჩემი ქვეცნობიერი მეუნება ამას ეს. და აღმოჩნდა, რომ ისევ მაგდა, და ავიღალე რა. და ეს აი ესეთი რა ვაკეთებ. ეს არის მიზეზი. მე მგონი დავასრულეთ.